ირაკლი კობახიძემ ხო დღეს ისაუბრა სუპერმარკეტებში პროდუქციაზე გაზრდილ ფასებზე და ამის სხვადასხვა მიზეზები დაასახელა. მთავარი მიზეზის გარდა და მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა ქართული ოცნება და მისი კორუმპირებული რეჟიმი და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკა და ამ ქვეყანაში მიტაცებული ინსტიტუტებია. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ერთი წუთით, მე მაინტერესებს რატომ არის გაძვირებული ფასები იმ სერვისებზე და იმ რაღაცა მომსახურებაზე, რომელსაც სახელმწიფო უწყებები გასწევენ, რატომ გაძვირდა პირადობის აღება 30 ლარიდან 65 ლარამდე, რატომ გაძვირდა ქორწინების რეგისტრაცია 35 ლარიდან 100 ლარამდე, რატომ გაძვირდა ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარიდან 150 ლარამდე. რატომ გაორმაგდა მაგალითად პარკირების ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე, რატომ გაორმაგდა ვთქვათ ავტობუსის ზოლში მოძრაობის ჯარიმა 100 ლარიდან 200 ლარამდე. ანუ ყველა სახელმწიფო სერვისი მომსახურება გაძვირდა ბოლო პერიოდში, გაორმაგდა ან გასამაგდა. ისე რომ არ გაზრდილა მოსახლეობის შემოსავალი და არ გაზრდილა ასე ვთქვათ ამ ქვეყანაში ცხოვრების დონე. და სუპერმარკეტებში პრობლემა არის, ეგ გასაგებია და მაგაზე ბევრს ვისაუბრებთ ამის მიზეზი რა არის, მაგრამ სახელმწიფო სერვისები რატო გაძვირდა და სახელმწიფო უწყებებში მომსახურება რატო გაძვირდა? ეგ ხომ მაინც არის ხელისუფლების გადასაწყვეტი და ეგ ხომ მაინც არის კობახიძის გადასაწყვეტი. გაგვცეს კობახიძემ პასუხი, როცა სუპერმარკეტებზე საუბრობს და გაძვირებულ ფასებზე, რატო არ საუბრობს სახელმწიფო უწყებებში გაძვირებულ ფასებზე? მაშინ როცა გაუარესებული არის ხშირ შემთხვევაში სერვისი, ან საერთოდ არ შეცვლილი და სამაგეროდ ფასი გაიზარდა.